რა დაირთვება მისით? ესე იგი, ხო და რას ამბობდი? კულტურული თვალსაზრისით, რომ ვენეცია საერთაშორისო დონის უდიდესი სივრცე და ასპარეზია, ეს ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ახლა მინდა ერთ პატარა დეტალზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც ჩემს ცხოვრების რიცხვს უკავშირდება და ის სწორედ ვენეციაში მოვხვდი მეორედ, პირველად იყო 20-25 წლის წინ როგორც ტურისტი, 2 დღე-ნახევრით ვიყავი საკარნავალო დღეებზე და აი ამ მეორე ჩემი იქ ჩასვლა მდგომარეობს როგორც არტისტის ფლანგში, ასე ვთქვათ, ამპლუაში თუნდაც. და გაიმართება სექტემბერ-ოქტომბრისთვის, ახლა დეტალები ზუსტად არ მახსოვს, ესე გადავავლე ჩქარა თვალი, როგორც მჩვევია ხოლმე სახელდახელად. ხო და შესაბამისად მივიღე მონაწილეობა, ანუ გავაგზავნე ჩემი ნამუშევარი. და თქვენ წარმოიდგინეთ ჟიური მკლავაც დამაკმაყოფილად ადებითად პოზიტიურად კომპლიმენტი ჩემაქ მომილოცა და აი მიმოგზაურა ძალიან მიხარდა. ეს კი გახლავთ, ესე იგი ცნობილი ანდასის თანახმად, რომელიც მე მოვიგონე, ესე იგი ნაპოლეონივით უნდა ვიყოთ ერთგულები და ბრძოლის უნარიანები და მეფე ლუისავით უნდა ვიყოთ პატრიოტები და გამჭრიახენი, შოშმჭვრეტელნი. პირველად დავბეჭდე ამ ფორმატში, ეს არის სტილოს ნაჭერი. ეს ცნობილი ფლორენციის სიმბოლოა, ყვავილი, რომელიც მედიჩების სამეფო კარს უკავშირდება და აქვს კიდევ დიდი ისტორია, საფეხბურთო კლუბს და ეს ფერები იცვლება, წითელი, ვიოლა, ლურჯი, მწვანე, თეთრი, შავი და სხვა. აი მე ესე მოვიფიქრე აი ამ ფორმატში. ზოგადად ჩანაფიქრი არის ტილოზე, დიდი ფორმატის ტილოზე დავბეჭდო. და ისე როგორც ექსპონატი ისე იყოს, ეს მაგდება ამაზე და ესე ძალიან კაი ვარიანტი არის, უბრალოდ მინდოდა გამეტესტა როგორ იქნება და აი ესე დამაგდება. ორივე მხარეზე დრეკადობა შეინარჩუნოს, ანუ გაიშალოს კარგად ეს ქვევიდან, ზევიდან, აი ესეთი. ისევ გაინტერესებს ეს ფორმატი 40-40 არის. შემდეგ მიაწებებთ აი ასეთი სტილის სტიკერის ფორმის საწებია, რომლითაც შეძლებთ დაგიდოთ ნებისმიერ სივრცეში. ხო და სწორედ ეს ნამუშევარი იქნება ვენეციაში დიგიტალ ფორმატში წარდგენილი. დიგიტალ ფორმატს იმიტომ ვიყენებ, რომ ჯერ ერთი არ მიჩნდება ძვირი და მეორეც ფოსტაში დგომა, მერე ეს დაახარისხო, დაკავშირებული არ მხოლოდ დროსთან, თანხებთანაც და ფორმატთანაც და რომლის დროც ეხლა როგორც მომრელ ასისტენტის ფორმატში არ მაქვს და არც საკუთარი სახელოსნობა გალერეა და ესე დრო და დრო ხასიათისთვის, განწყობისთვის და ჩემი ცხოვრების რიტმი რო შევავსო. ესე იგი როგორც ცოცხალი ორგანიზმივით ვარ აქტიური აი ამ პლატფორმაზე და ძალიან მახარებს და მიხარია. შემდეგი უკავშირდება ნამუშევარი ეს რო ჩემით მანიკურებით შევღებ ეს იცით და გამოვიდა ერთგვარი ტექსტილის ფანტაზიის ნაჭერი, რომელსაც შეგვიძლია უამრავი აქსესუარი აატირაჟოთ ამ ფერში. ეს ახლა მე მეკუთვნის და მე. ასევე თქვენ შეგიძლიათ თქვენეული ფერები შეარჩიოთ და ის პრინციპი რო გაჩვენეთ და გასწავლეთ, შეგიძლია გამოიყენოთ. ეს არის 26 წლის კალენდარი. რომელიც აი ამ ტექსტილის აგებულ ფანტაზიაზე მივეცი გულის ფორმა, სადაც ვაბეჭდნებ, ეს დაბეჭდილი არის ფოტოსითიში და იქ არის ერთგვარი არჩევა შეგიძლიათ მენიუში რო შეგძანდებით, აირჩიოთ ფორმატი, შეიყვანთ თქვენ სურათს და მერე გადაახარისხოთ ფორმაცვალებად მეტყველების ნაწილებად ასე ვთქვათ, და ცოტა ქართულოგიურიც რო ჩაურთოთ.
და ჩემ შემთხვევაში გამოვიყენე ეს ლავის ლავ, სიყვარულია. ახლა ფორმას გულს ეცვლება სახელწოდება, დახასიათება და ფორმა. ეს არის ორი შეკავშირებული ფაზლის გული. ლავის ლავ, სიყვარულია. ამ შემთხვევაში ინგლისური გამოვიყენე, იმიტომ რომ უფრო ასოცირდება ინტერნაციონალურ ენასთან. არ არის მხოლოდ შექსპირის გავლენა, არამედ მსოფლიო ხალხები შეჯერდნენ იმაზე, რომ ინგლისური უფრო ადვილად სწავლებადია. მე პირიქით მისი გამოთქმები იმდენად მძაბავს და მთრდგუნავს, რომ ჩემს მოდაზე ვსწავლობ, ლავის ლაივ, სიყვარული რეალობა, თქვენებობს ლაივში ვჩავხდა ეთერი. აპრილი ლავის ქაი, სიყვარულიც არის. ზღვა არის მთარი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ფანტაზიები გამოიყენოთ. უბრალოდ ნიმუშ გაჩვენეთ, რომ არ იცით ხოლმე რა აკეთოთ და ძალიან დათრგუნულები ხართ, აი ამ შემთხვევაში. ლავის ფაზლ, სიყვარული ფაზლი, ეს თამაში მოკლედ იცით ყველა, ამაზე კიდე მქონდა კარგი სიუჟეტი აგებული, ნარკომანები როგორ გადაეჩვენენ და შემდეგ გახდნენ ცნობილი სპორტსმენები. გერმანიაში მოხდა ეს ფაქტი და მე მგონი ყოველწლიურად ეს ტრადიცია არის და ტარდება სწორედ აი ამ სახელობის სპორტი. ვინ ყველაზე დიდ ფაზლს ააგებს და მოკლე დროში, რა თქმა უნდა. აი ეს. იმდანთ მომწონს ძალიან ორიგინალურია, თან რა არიცით, არის უცხო. აქამდე სხვას არ გამოვაყენებ. ლავის სან, სიყვარული ქვიშა არის, ესე იგი რამდენსაც გინდა, როდესაც გინდა დააწერ წაშლი, ააგებ და დაანგრევ და ასე შემდეგ. ლავის თარ, სიყვარული არის ვარსკვლავი. ძალიან გამოვიდა. ეხლა უფრო ისე და სხვადასხვა ფანტაზიებში იქნება რაღაცა იდეალური, სხვა ფორმები შეჯარება. ლავის თვიქსი, სიყვარული არის ტვიქსი, ორის გარეშე სიყვარული არ დგება, იქნება მხოლოდ პლატონური და ძალიან შენი საკუთრივ, ხო, ვიღაც გჭირდება ობიექტი ან სულიერი, თუნდაც სუბიექტიც გჭირდება და ობიექტიც. რო გამოხატო ეს გრძნობა. ლავის soul, სიყვარული არის სხეული, სული და ასე შემდეგ. ლავის fine, სიყვარული არის სიამოვნება. ამ შემთხვევაში ეს ვერ ვთქვი. ლავის remix, სიყვარული არის remix-ი, რიტმი, განმეორება. ლავის მაი და საბოლოოდ სიყვარული არის შენი იმისი და მე პირველ პირში, ხო საკუთრება. ეს საშუალს, ეს ლავ როცა ამბობ ლავ, ესე იგი შენი საკუთრება რაღაც. და ასე მოკლედ განშვიდობებით, დროებით მომავალ ჩართვამდე.